ფოთში, ნამდვილ გმირების ქალაქში. იმიტომ რომ ამ ქალაქს არ გაუჩერებია მუშაობა ყველაზე ურთულეს წუთებში აგრესიის. და მე კარგად მახსოვს. რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა ყველგან გარშემო და მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვამხნევებია, იმიტომ რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს ავფრინდით, მიფრინავდით ძალიან ღრუბლებში დამალულები, იმიტომ რომ ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, საიღო გადაკეტილი და ესე ღრუბელ მალვით ჩავფრინდით როგორც იქნა ფოთში. ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი. ჩავფრინდით და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში. და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახდნენ რამდენიმე ათეულ BTR-ს და წამოვიდნენ ბუნებრივია ჩემ დასაჭერად. და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელად და ადგილობრივი პოლიციის რაზმი. სუბუქად შეერაღებული ნავთქორწინები ქონდა და უთხრეს რომ ჩვენ მაინც გავისვით, არ გაგატარებთ. და რუსებს თანახმად ერთი ქართველი. ჩვეულებრივად ქართულად მოლაპარაკე ვიღაც სუბიექტი, სხვა შორის მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეერაღებულ ძალებში და ყოველთვის ისინი ამზადებენ ხოლმე ეს მეხუთე კოლონას, მე-11 არმიის პროტოტიპებს. ბოლო წლებში მოზდოკში გრძელდება ქართველების რაღაც რაზმის გაცნო. და ეს ამ ქართველმა უთხრა ჩვენ პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შავალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი. არავის არაფერს არ დაუშავებთ. და ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოგზაურებული პიროვნება იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგიო საქართველოსთან თლიანობაში. მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე. საუბარი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს თავრობის განადგურება მაშინ ფიზიკური იყო ტოლფასი საქართველოს დამოლების და ფეხქვეშ გათელვის. და ახლაც რჩება ამ სიმბოლოდ. ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან